მამა გაბრიელი არქიმანდრიტი გაბრიელი ურგებაძე რომელიც გამოირჩეოდა თავისი ცხოვრებით, თავისი სულიერობით, თავისი მოღვაწეობით. ძალიან ხშირად ის სალოცობდა. მე ძალიან კარგად ვიცნობდი მას და არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს წარსულზე, აზრზე და მომავალზე. ხანდახან ფიცხიც იყო, როცა არ მოეწონებოდა რაღაც ან ნათქვამი, ან გაკეთებული საქმე. მაგრამ ამასთან ერთად იყო უაღრესად კეთილი, უაღრესად მოწყალე და დამცველი მართლმადიდებლებისა. დაახლოებით ალბათ 90-იანი წლები იქნებოდა, როცა სტუმრად მოგზაურდა ჩვენთან უძველესთა უნდარესი. და მამა გაბრიელი ეზოში დახვდა დიადემით. და უძველესი შეეკითხა მამა გაბრიელს. მამა გაბრიელ, ეს დიადემა ოქროსია? მამა გაბრიელმა ხიმილით შეხედა და უპასუხა, რას ამბობ თქვენ უწმინდესობა? ეს რომ ოქროსი იყოს, ხომ თავს მამაჭრიდნენ? და უწმინდესით და გაბრიელი ორივენი იცილოდნენ. ბული მისი იყო გაჟღენთელი სიყვარულით. სიყვარულით იყო. ყოველთვის ამბობდა, თუ მაცხონებს სიყვარულია და ასეც იყო, როგორც შეიძლება კივილით ეჩხუბებოდა რაღაცა ჭეხარე ხმით, მაგრამ მისი გული იყო თბილი, გამთბარი სიყვარულით ყოველთვის. და ამას გრძნობა, ნებისმიერი გრძნობდა ამას. ჯერ სიყვარული იტყოდა, მთავარი სიყვარულია. ეს არის უდიდესი ტალანტი და ნიჭი, მაგრამ შენ თუ ნიჭი არ გაგაჩნია სიყვარულისა, იტყოდა ხოლმე, სიყვარული ისწავლება. ისწავლება სიმდაბლით. თუ თავი არ დავიმდაბლეთ, არაფერი არ გამოგვევა. და როცა ხელს ვიშვერთ სხვებისკენ, რომ სხვები მოვლენ და გადაგვარჩენენ, ასე არ არის. შენი თავიდან უნდა დაიწყო და ჩვენ ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ სიყვარული და ეს სიყვარული გადაგვარჩენს ნამდვილად. საქართველოს სიყვარული გადაარჩენს. მართალია, მამა გაბრიელზე ზოგი ისი ამბობდა, ზოგი ასე ამბობდა და რაღაცებს, მაგრამ ვინც არ უნდა შესულიყო მამა გაბრიელის გელიაში. იერისკაცი თუ სასულიერობელი და იერარქიც ეპისკოპოსი არ ვინც არ უნდა ყოფილიყო. ყველა აბსოლუტურად ისით იქ იჩოქებდა და ისე იღებდა შესვლა და დაჩოქება ერთი იყო, აი ხანდახან მიკვირდა რომ ყველას რა ძალა გვაჩოქებს მეთქედა. იმ წუთას რომ გიგონა რომ რაღაც გადაჭარბებული იყო თითქოს ხომ? მე ხვდებოდი რომ მამა გაბრიელში არაფერი არ იყო გადაჭარბებული, არც მეტი, არც ნაკლები. ესეთი საოცარი იყო თითქოს არ ვიცი მე და ჩვენ ვინც მასთან დავდიოდით რა კრიტერიუმებით გვარჩევდა ხალხს ვერ ვხვდები დღესაც. მე ბოლოს მაინც მივედი დასკვნამდე რომ ალბათ ჩვენ უფრო სუსტები ვიყავით და გვაძლიერებდა. ალბათ ეს იყო მიზეზი. და რომ მიმყავდა ვიღაცა და ვეუბნებოდი რომ აი ესეთი სასწაულებელი ისე საოცრად მოიქცეოდა გიჟივით რომ აი ფიქრობდი რომ всё შემარცხინა და არა რომ მოვდიოდი ისინი მეუბნებოდა ეს არის წმინდანი კი არა ნამდვილი გიჟია. მამა გაბრიელი შემოვიდა ბარბაცით თითქოს და მთვრალი გადმომემხო მთელი ძალით ლოგინზე და ყურში ჩამჩურჩულა. შენი მამა გაბრიელი მოვიდა ნუღარაფლის ნუგეშინია და ყბაზე მთელი ძალით რომელიც ჩირქით ჰქონდა სავსე მყივნეულად მომიჭირა ხელი და ჩუმად თქვა გადასერა რა ჯვარი ყბას სახელითა მამისაითა დაძისაითა და სულისა წმინდისაითა. მე მომითათუნა ლოყაზე წამოდგა და გავიდნენ.
დედაჩემი რომელიც იყო მისი გამკითხავი თავდაპირველად გახდა ერთ-ერთი მისი დიდი თაყვანისი, იმიტომ რომ სიცოცხლეში კურნავდა მას მამა გაბრიელი გამოცხადებითა და ლოცვით. ამოუწურავი, ამოუცნობია სალოცობა, ჩვენ ვერ ჩავწვდებით ვერაცოდეს ამ ღვაწლს. ჩემს თვალწინ ხდებოდა ყოველდღე რაც სასწაულები და ეხლა მიკვირს, რატომ არ მიკვირდა მაშინ. თვითონ იცოდა ყველას საოცარი დალოცვა, თავზე ხელს დაგვადებდა და ვისაც რა გულისწყეველი ან რაღაცა ქონდა, ერთი და იგივე სიტყვები და ერთი და იგივე ტერმინით კი არა, აი მისთვის შესაფერისი სიტყვებით დალოცავდა ყველას, აი იგრძნობდა ადამიანი რომ მას რო უნდა და ზუსტად იმ შესაფერისი სიტყვებით გადასახავდა თავზე ჯვარს და დალოცავდა. ერთხელ ვეკითხები მამა გაბრიელს, რომ ვასილი დიდი ვინ იყო მეთქი მამა გაბრიელი. რა დროს ეგ არის? ეხლა 5 კაცი მომივა და ერთი კაი სუპი მოვხარშოთ. მე გეტყვი, ჯერ სიყვარული, მშივრები არიან, მე ხომ ვიცი, ერთი კაი სუპი მოვხარშოთ, ოღონდ ჩემს მორჩილებაში ხარ. იცოდე, როგორც გეტყვი, ისე. ეს რომ აფრთხილებდა, უკვე ვიცოდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე, იმიტომ რომ მე მორჩილი არა ვარ და რაღაცა შემეშლებოდა, ზუსტად ვიცოდე. მამაოს მიმართა, მამა დავიცრო. შეიძლებაო, ვიქადაგო? ანუ მამა დავითმა მეუფე დანიელმა მობრძანდითო, რა ბრძანებთო, პირიქით გაგვიხარდებაო და მე ხა ამბიონამდე მივაცილე, აბრძანდა და მე დავლოდ დგევარ. ორი სიტყვა თქვა მაშინ. ღმერთი გიყვარდეთო. დააპაუზა და უცბად აუტყდა ტირილი. ეს რაღაც წუთნახევარ წუთამდე ტირილი. აი როგორ ტიროდა ნანა ვნახე მაშინ და სინანულის წრემლი პირველად ვნახე მაშინ. გაჩერდა, ჩამოვიდა და გაუჩინარდა. ეს იყო მართლა სიყვარულის მამა, ერთხელ კიდეც თქვა ამის შესახებ, რომ მე საქართველოში ღმერთმა გამომაგზავნაოს, რომ სიყვარულზე ვიქადაგო. ის ლოცულობდა მთელი ერისთვის და დღესაც არის მეოხი წინაშე ღვთისა.